თავი 23. უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენი აქ 7 სამსხვერპლო და გამიმზადი აქ 7 ხბო და 7 ცხვარი. შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე. უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენ მსხვერპლს, მე კი წავალ იქნებ შემომხვდეს უფალი და რასაც გამომიცხადებ შეგატყობინებ და წავიდა წყნარად. შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: 7 სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე. ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე ელაპარაკე. დაბრუნდა მასთან და აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. წარმოთქვა თავისი იგავი. არამიდან მომიყვანა ბალაკმა მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან. მოდი დამიწყევლე იაკობი, მოდი შემიჩვენე ისრაელი. როგორ დაგიწყევლო, ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო, უფალს არ შეუჩვენებია. რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას. აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება. ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოკვდე მართავთა სიკვდილი და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი. უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვები? ჩემი მტრების დასაწყებლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ. მიუგო პასუხად: განარაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო? უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ, მას ოღონდ მის ნაწილს დაინახავ. თელს კი ვერა, იქიდან დამიწყებლე ის. წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში ფისგას წვერზე. ააგო 7 სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე. უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენ მსხვერპლს, მე კი იქ წავალ შესახვედრად. შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე ელაპარაკე. მივიდა მასთან და აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა? წარმოთქვა თავისი იგავი. ადექი ბალაკ და გაიგონე, ყური მიგდე ციფორის ძევ. ღმერთი კაცი არ არის რომ ცრუობდეს და არც ადამიანია რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს? აჰა, დალოცვა მებრძანა, მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ. არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმა ამაში. ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან. მარტო რქის ძალაა იგი მისთვის. არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს რა მოიმოქმედა ღმერთმა. აჰა, ხალხი ძულომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე დგება. არ დაწვება ვიდრე ნანადირებს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს. უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ. მიუგო ბალაამა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ მეთქი? უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი სხვა ადგილას წაგიყვან, იქნებინებოს ღმერთმა რომ იქიდან დამიწყებლო იგი. აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადახურებდა. უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგი აქ 7 სამსხვერპლო და გამიმზადე 7 ხბო და 7 ცხვარი. შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.